საქველმოქმედო ფონდი ცხოვრება მშვენიერია კიდევ ერთ პროექტს ახორციელებს. ინკლუზიური დასის პრემიერა ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი ერიკ ემანუელ შმიდტის ნაწარმოების მიხედვით რეჟისორმა ნატალია გალოგრემ დადგა. პრემიერა 5 ივნისს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება და თემაზე სასაუბრად შემოგვიერთდნენ ნიკოლოზ ესაკია, ფონდის ცხოვრება მშვენიერიას დირექტორი, რეჟისორი ნატალია გალოგრე და მსახიობი ლუკა დუმბაძე. დილამშვიდობის, მადლობას მოგახსენებთ. დილამშვიდობისა და მადლობა მოწვევისთვის. ნიკოლოზ, ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებთ ხოლმე ყოველთვის და ამჯერად მოით ამ პროექტზე გავამახვილოთ ყურადღება და როგორი არის თქვენი მოლოდინები და რა გეგმით მიდიხართ, ასე ვთქვათ, რა არის თქვენი მთავარი მიზანი და სათქმელი ამ პროექტის მეშვეობით? საქველმოქმედო ფონდი ცხოვრება მშვენიერია უკვე 12 წელს ითვლის, რაც არსებობს, 12 წლის წინ დავაფუძნე მეგობრებთან ერთად. დღემდე 50-ზე მეტი პროექტი გვაქვს განხორციელებული, თუმცა აი პანდემიის შემდეგ რაღაცა ახალი სიცოცხლესავით დავიწყეთ, ძალიან ბევრი სასწაული ხდება ჩვენს თავს და ხშირად ვიძახი რომ ვამართლებ ფონდის სახელწოდებას. ცხოვრება მართლა მშვენიერია, ჩვენი სლოგანიც ესეთია რომ გაიგებენ ცხოვრება მშვენიერია. როგორც გახსოვთ, ჩვენ ყავდა ორი იტალიური ლეგენდა ჩამოყალინე, ეს იყო იტალიური ჯგუფი რიკიე პოვერი და მერე ალბანო, მერე ისევ რიკიე პოვერი. მთლიანობაში სულ 6 ღონისძიება გავმართეთ, როგორც თბილისში, ასევე ქალაქ ტყიბულშიც და იყო ძალიან წარმატებული, უბრალოდ დახმარების სფერო ჰქონდა განსხვავებული, ჯერ იყო და ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვებს დავეხმარეთ, მერე იყო აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს, ბოლო კონცერტი იყო ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული. და აი მე მოხდა ესეთი პატარა არა, ჩემთვის უკვე დიდი სასწაულს ვიძახი ამასაც, რომ აი სოციალური ქსელით დაუკავშირდი ერთ-ერთ იტალიელ კინოვარსკვლავს, რომელიც ქართველებისთვის ცნობილი არის, ესეთი ფილმი იყო 80-იან წლებში 8 ფეხა. აი მაშინ იყო ერთი ქალბატონი მთავარ როლში, სიმონა კავალარი, რომელსაც აი სულ ეს ერთ მშვენიერ დღეს მივწერე ინსტაგრამის საშუალებით და მიპასუხა. და ეს ლაპარაკში ავყევით ერთმანეთს და მე მოხდა ის რომ დათანხმდა თან დიდი სიამოვნებით და მე რაღაცა ესეთი მორიდებით ვეკითხებოდი რომ აი 3-4 დღით რო ჩამოვიდა და ესე ერთი კვირა თუ არის შესაძლებელი ერთი კვირაც დავრჩებოდა როგორ მეოთხარი თუ გინდა საერთოდ დავჭით საქართველოში მეთქი უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ჩვენი ფონდი მართლა აი ამ ოცნებებს ამ რაღაც სასწაულებს ვახდენთ ხოლმე და აი უკვე მე რამდენად ესეთი იტალიელი ვარსკვლავი ჩამოყვავს. ეს პირველი არის ჩვენთვის, იმიტომ რომ კინო ვარსკვლავია და არა მომღერალი, როგორც ყოველთვის რა გამოცდილება ჩვენ გვაქვს, ასე რომ ეს პირველი შემთხვევა და აი ამ პროექტის ფარგლებში დაუკავშირდით ჩვენს არაჩვეულებრივ ადამიანს, ნატალია გალოგრეს, რომელიც არის არაჩვეულებრივი რეჟისორი, არაჩვეულებრივი სპექტაკლები აქვს მას დადგმული და მოკლედ ესე გავიცარდით და დღეს ნატალია უკვე ჩვენს გვერდშია და არაჩვეულებრივ სპექტაკლს გავს, რომელიც თვითონ ონკოლოგიურ დაავადებულ ბავშვს ეხება. თემატიკა ეს გვაქვს აღებული და სპექტაკლზე უფრო ნატალია ისაუბრებს. უფრო დეტალურად რა თქმა უნდა ნატალია მოგუყვება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და რატომ გადაწყვიტეთ რომ თქვათ ამ კუთხით დაინტერესებული ყავით და მაყურებელიც დაგიინტერესებინათ და ჩაგერთოთ ამ პროცესში ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა თანაგანც და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ერთმანეთთან სწორი დამოკიდებულება და თანაგრძნობა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ სიკეთე აუცილებელია, ერთმანეთის თანადგომა და ერთმანეთის სიყვარული აუცილებელია. ამას გვასწავლის თან ჩვენი სარწმუნოება, გიყვარდეს მოყვასი შენი, ხომ? აქ არ არის მაინც და მაინც ზედმამიშვილზე საუბარი, ნებისმიერ ადამიანზე, ნებისმიერი სახით და ფორმით. თუ შეიძლება უფრო დეტალურად რომ გითხრათ თავად ამ სპექტაკლის შესახებ და როგორ მიმდინარეობდა რეპეტიციები და როგორც თქვით 5 ივნისს უკვე მაყურებელი მარჯანიშვილის თეატრში იხილავს ამ სპექტაკლს. პირველ რიგში მოგესალმებით დილამშვიდობისა და ვიტყვი იმას, რომ ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა მურიკ სპექტაკლზე მუშაობა, სადაც მონაწილეები არიან როგორც ტიპიური განვითარების ახალგაზრდები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. რატო დრამატურგიულად შმიდტი? იმიტომ რომ რადგან საქველმოქმედო ფონდთან მქონდა კავშირი, მაშინ ვიკითხე უბრალოდ, რომ ქონდათ თუ არა მსგავსი თემატიკის სპექტაკლი შექმნილი. რა თქმა უნდა, იყო გამოცდილება აქვს ფონდს სპექტაკლზე მუშაობის და ასე შემდეგ, მაგრამ არ ვიცი მე ჩემი პირადი დამოკიდებულების გამო გადავწყვიტე ალბათ რომ
ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი გამეკეთებია, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის წინ მქონდა სურვილი რომ მემუშავა ამ პიესაზე, მაგრამ რატომღაც რაღაც რიგი მიზეზების გამო ყოველთვის გადამედო ესე. მე ძალიან მიყვარს შმიტი. მიყვარს შმიტი თავისი ჰუმანურობით, თავისი ადამიანური დამოკიდებულებებით და იმითი რომ ძალიან მსუბუქად შეუძლია ისაუბროს ისეთ გენიალურ და სიღრმისეულ თემებზე, რომელიც დღემდე რაღაც მომენტში ჩვენთვის ამოუხსნელია ხოლმე და თან ბავშვის თვალით დანახული ის სიმძიმე, რაც რეალურად, რასაც ვერ უმკლავდება ზრდასრული ადამიანიც კი, აი მაღალი ცნობიერების მქონე, რატომღაც ჩემთვის ძალიან ისეთი სენსიტიურია და ყოველთვის ვცდილობდი რომ ამ თემაზე ხმამაღლა მესაუბრა. მოკლედ შემოვიკრიბეთ გუნდი მოყვარული მსახიობების და დავიწყეთ მუშაობა ამ სპექტაკლზე და უკვე ნელ-ნელა მივიღეთ სრულყოფილი სახე. ვიცით ქრონომეტრაჟი უკვე სპექტაკლის, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ბავშვები არიან, ძალიან მოწადინებულები არიან. არ ცდება არც ერთი რეპეტიცია, თუ მართლა რაღაც აოცრება არ დაემართათ, რეპეტიციას არ აცდენენ ხოლმე და გუშინ ვხუმრობდით, რომ გიორგო ბად ხوار დავისმენოთ, მეთქი არა. ჩვენ უკვე დავისმენეთ საკმარისად. შესაბამისად, ის მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ვიმუშაო მორიგ სპექტაკლზე, რომელსაც მაყურებელი 5 ივნისი ხილავს და შმიტზე გავამახვილებ ყურადღებას, ჩემთვის იუმორით რატომღაც რაღაცით დუმბაძეს გავს. აი დუმბაძე შეუძლია ღმერთთან დიალოგი და შმიტ შეუძლია ღმერთი მოიყვანოს შენთან ახლოს ისე, რომ ეს არ იყოს რაღაც ესეთი ყველასათვის გასაგებენაზე და ყველასათვის გულთან მისავალი არის ნამდვილად. და ეს ოსკარის პერსონაჟიც არის ერთგვარი მაგალითი ჩემი აზრით და ჩემს მეგობრებს ესე მოიხსენიებთ ხოლმე ერთმანეთს რეპეტიციებზე. ვეუბნები რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის მაყურებლის ცნობიერების ამაღლება. ამ ონკოპაციენტებს, რომლებსაც ძალიან რთული გზა აქვთ გასავლელი, მინდა რომ მივცეთ სტიმული და იმედი იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუ შენ გექნება რწმენა ღმერთისა, თუ ღმერთი მოვა შენთან და მე რაღაც მომენტში ვარდისფერი სათვალებითაც შეხედავ ცხოვრებას და რაღაც ელემენტარულებს არ ჩაუღრმავდები, უფრო ძლიერი იქნები და გაიმარჯვებ. საკუთარ თავზე გაიმარჯვებ, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე გამარჯვებული ხარ. და რა ბავშვებს ძალიან მოწადინებული მომყვებიო. მსახიობი ყავს ჩვენ ახლა სტუმრად და ლუკა მინდა კითხვით მოგმართო. შენი როლის შესახებ რო გითხრა, როგორია შენი პერსონაჟი, როგორია შენი გმირი, ასე ვთქვათ და თეატრის შესახებაც რომ გითხრა, თუ რას ნიშნავს შენთვის თეატრი? პირველ რიგში რა როლი აქვს შენს ცხოვრებაში თეატრს? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმები ჩვენ მაყურებელს. მე ასე რა ვთქვათ, შენი გმირის შესახებ მოგყვანის როლს, რომელიც არის მთავარი გმირის ოსკარის მეგობარი. იგი ასე არის ონკოპაციენტი. ჩვენ ერთი და იგივე კლინიკაში ვკურნალებთ. იგი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ერთმანეთი გავამხნევოთ და გავამხიარულოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რეპეტიციებზეც ეგრე ხდება, გამიჯერეთ, იმდენად შეიჭრებიან ხოლმე როლში ხანდახან ცოტა აბა ხა მობილიზდით. ძალიან მეგობრული გარემო აქვთ მართლა, ძალიან ისეთი უშუალო და ჩართულები არიან, თან საქმეს აკეთებენ, მაგრამ რაღაც პერიოდს მაინც პოულობენ ხოლმე იმისი, რომ გადაუხვიონ და იმეგობრონ. ძალიან საყვარლები არიან. და რა თქმა უნდა, მე უკვე სცენაზე მაყურებლების წინაშე თვალნათელი იქნება. უფრო ბუნებრივიც იქნებით მე სპექტაკლში. კი, რა თქმა უნდა. ლუკა, და რა შეეხება თეატრს, რა როლი აქვს შენს ცხოვრებაში თეატრს? თეატრის ჩემ ცხოვრებაში აქვს ის როლი თეატრალურ სტუდიაში რომ დავიწყე სიარული და ის როგორია და აი თეატრში რომ დაიწყე სიარული რა მოგცა თეატრმა თავისთავად მეგობრები დიახ ის ძალიან მეგობრული გარემო და ყველას ერთმანეთი უყვარს და ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემ არაჩვეულებრივ მასწავლებელს ნიკას და ნატალია გალოგრეს რომ დამეხმარა
ამ როლის შესრულებაში დიახ. ძალიან დიდი მადლობა ლუკა, რა თქმა უნდა, შენც იმისათვის, რომ შრომობ, რომ შენი როლი ღირსეულად წარმოაჩინო მაყურებლის წინაშე. ნიკა, აუცილებლად გავაგრძელოთ საუბარი, რა თქმა უნდა, ამ ღონისძიების შესახებ, ამ სპექტაკლის შესახებ, იმ მოლოდინებზე თქვით, რომ ის მოლოდინები, რაც თქვენ გაქვთ, ეს როგორც ახლა საუბრიდან გამოჩნდა, აუცილებლად თავის შედეგს დადებს და თითოეულ ადამიანში ის, ვინც დაესწრება ამ სპექტაკლს, ნამდვილად აღძრავს იმ ადამიანურ თვისებებს და იმ სიყვარულს, რომელიც ყველა ადამიანის მიმართ უნდა გაგვაჩნდეს და თითოეულ ადამიანის სულში იმ სიკეთის მარცვალს გააღვივებს. აი თქვენი თვალით დანახული ეს სპექტაკლი როგორი წარმოგიდგენიათ და შემდგომ ეს მაყურებლების მე ვცდილობ ხოლმე რომ თითქმის ყველა რეპეტიციაზე ნუ თავიდან ბოლომდე ვერ ვახერხებ, მაგრამ თითქმის არ ვაცდენ რეპეტიციებს, მაინც რეჟისორთან ესეთი დამოკიდებულება აქვს, ვენახები ხოლმე რომ შენს გვერდში ვარ, მაგრამ რეალურადაც მართლა ესე არის. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაახვდით თვითონ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს, მარჯანიშვილის თეატრს, გვერდში დგომისთვის, ბატონ გოგი მარგველაშვილს, რომელიც ყოველგვარი იმის გარეშე გვერდში დაგვიდგა, გვეხმარება ამ ყველაფერს განხორციელებაში, იტალიის საელჩოს და იტალიის საელჩოს, რომელსაც უკვე როგორც მეგობარს ისე მომხსენიებ, ცოტა უცნაურად ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ მართლა როგორც მეგობარი, როცა შემხვდება ხოლმე, სულ მომხდები, სულ მეუბნება რამე თუ დაგჭირდა, შენს გვერდში ვარ და ასე შემდეგ. დასწრების შესახებაც თქვა აუცილებლად, რომ ბილეთები იყიდება უკვე TKG-ზე და მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ ბილეთები. სპექტაკლი იქნება პირველ ნაწილში წარმოდგენილი და მეორე ნაწილი იქნება აი ამ იტალიელ კინოვარსკვლავთან შეხვედრა, გაიმართება ესე რომ ვთქვათ პატარა ვორქშოპივით, შეხვდება ქართველ თეატრალებს, კინომსახიობებს და თავის გამოცდილების შესახებ ისაუბრებს. და მართლაც ეს ჩვენთვის როგორც აღნიშნე პირველი ნაბიჯია იტალიელი მსახიობის ჩამოყვანის. თუმცა როგორც ჩვენი ფონდის ზოგადად ესეთი ის გვაქვს, არ ვჩერდებით არასდროს ერთზე და მე უფრო ესეთი ძალიან ცნობილი მსახიობების ჩამოყვანასაც ვაპირებ. მრავალი საინტერესო პროექტი გექნებათ დაგეგმილი, ამ ყველაფერზე შემდგომ კიდევ სხვა გადაცემებში ვისაუბროთ. თქვენ ეთერში აუცილებლად და თქვენით ვიწყებ ხოლმე ყოველ პროექტს და მე ყოველთვის წარმატებულია ხოლმე. ძალიან კარგი გვიხარია, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და წარმატებებს გისურვებთ, რა თქმა უნდა. მადლობა, დიდი მადლობა. შეგახსენებთ სტუდიის სტუმრები გახდნენ ნიკოლოზ ესაკია, ფონდის ცხოვრება მშვენიერიას დირექტორი, რეჟისორი ნატალია გალუგრე და მსახიობი ლუკა დუმბაძე.